ეს დაპირისპირება საბჭოთა მმართველობის დროსაც არსებობდა, უბრალოდ ვინაიდან მაინც ერთიანი სახელმწიფო იყო და სტრუქტურები ფუნქციონირებდა, ეს კონფლიქტი სხვა დინამიკას და სხვა სახეს ატარებდა, უფრო ეს მიმდინარეობდა ალბათ აი კულისებს მიღმა, აი ამ სამთავრობო იმებში, გარკვეულ კონკურენციაში, მათ შორის ცნობილია ეგეთი ისტორია, რომ აი ცნობილი აფხაზი კომუნისტი ლაკობასა და ბერიას შორის კონფლიქტი, ხო? სხვადასხვა ვერსიით მე ლაკობა მოწამლეს და ამის შედეგად ის გარდაიცვალა, შეეწირა ამ კონფლიქტს და ნუ ერთ-ერთი ვერსიით ბერიასი უშუალო ჩართულობით მოხდა ლაკობას განეიტრალება. ნუ რაც დადასტურებული ნამდვილად არ არის, უბრალოდ მე ვამბობ, რაც რა ჭორები თუ სხვადასხვა ისტორიები თუნდაც აფხაზურ საზოგადოებაში ვრცელდება და ნუ ეს ქართული საზოგადოებისთვის ეს ნაკლებად ცნობილია, ეს ახლა რაზეც ვსაუბრობ, მაგრამ აფხაზურ საზოგადოებაში ეს ძალიან გავრცელებულია ეს ვერსია, რომ ქართველები ცდილობდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზების დაჩაგვრას, აფხაზების ფაქტორის დაკნინებას და აფხაზები იბრძოდნენ საკუთარი უფლებებისთვის და შემდეგ. ეს არის აფხაზების ვერსია. სხვადასხვა აი ეხაც რომ აი თავიანთ ჭყარებში სახელმძღვანელოებს რო წერენ სკოლებისთვის, მთელი მაგათი ისტორია არის ქართველები ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლა ქართველთა ბატონობის წინააღმდეგ. აი დაახლოებით მაგით არის. ნუ რო პარალელები გავავლოთ, აი ლიბერალები როგორც ხატავენ საქართველოში რუსეთს, აი რუსეთი რანაირად როგორი დემონიზაცია მიმდინარეობს, ხო? ზოგჯერ სამართლიანად, ზოგჯერ საერთოდ გადაჭარბებული ფორმით, აი დაახლოებით ეგ პროცესები მიმდინარეობს აფხაზეთში, ცხადია, ბევრად უფრო პატარა მასშტაბით, მაგრამ აი ზუსტად იგივე მიდგომებია. ხო და რაღაცა თვალსაზრისით, უყურე როგორი რაღაცა. ეს კონფლიქტი მართლა მიმდინარეობდა. ეს დაპირისპირება თუ კონკურენცია სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ფორმით ამ ყველაფერს ჰქონდა ადგილი. თუნდაც, აი მაგალითად, ბევრმა არ იცის, როდესაც საქართველოს გასაბჭოება მოხდა 1921 წელს შეიქმნა აფხაზეთის საბჭოთა რესპუბლიკა. არა ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც საქართველო იყო, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა არსებობდა. ანუ პრაქტიკულად ეგ სტატუსი რომ შეენარჩუნებინა, საბჭოთა კავშირში 15 რესპუბლიკა კი არ იქნებოდა? 16 რესპუბლიკა იქნებოდა. კი ბატონო, მართლაც 1921 წლიდან 1931 წლამდე იყო საბჭოთა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ნუ როგორც ინფორმაციები ვრცელდება და ალბათ ეგ ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ იოსებ სტალინი მართავდა მაშინ უკვე ერთპიროვნულად საბჭოთა კავშირს დაახლოებით 1928-1929 წლიდან სტალინმა შიდა ამ კომუნისტური პარტიის შიდა კონკურენციაში ის გამოვიდა გამარჯვებული და 1920-იანი წლების ბოლოსთვის უკვე ის იყო ერთპიროვნული მმართველი. მანამდე ჩვენ ვიცით რომ თავიდან ლენინი იყო ერთპიროვნული მმართველი, შემდეგ ლენინის სიკვდილის მერე იყო სერიოზული დაპირისპირება ტროცკის წინააღმდეგ და აქეთ იყვნენ სტალინი, ზინიოვევი, კამენევი, ბუხარინი და აქეთ იყო ტროცკის განდევნა მოხდა 20-იან წლებში და ტროცკის განდევნის შემდეგ სტალინი დაუპირისპირდა უკვე იმ თავის ყოფილ ასე ვთქვათ მოკავშირეებს, რომელთა განეიტრალების შემდგომ ზოგიერთი სათავეში მოსვლის მერეც მას რაღაც პერიოდი დაჭირდა. კი, ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 20-იანი წლების ბოლოსთვის უკვე სტალინი ერთპიროვნულად მართავდა საბჭოთა კავშირს. მას არ ყავდა შიდა კონკურენტი პარტიაში. რომ დაუბრუნდეთ აფხაზეთის თემას, 1921 წლიდან 1931 წლამდე აფხაზეთი არ ატარებდა ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს და სტალინის და ბერიას აქტიური ჩართულობით და გადაწყვეტილებით 1931 წლიდან აფხაზეთის სტატუსი შეიკვეცა და ის
საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა. მათ შორის თუ არ ვცდები 1937 წელს კონსტიტუციაც დაიწერა, ჩვენი რესპუბლიკის. ეს, აფხაზებისთვის იყო ძალიან მძიმე დარტყმა, ჯერ კიდევ იქიდან, იმ პერიოდიდან, რაც მათ ინტელიგენციაში და საზოგადოებაში ღვივდებოდა. და მე როგორც აღვნიშნე, საბჭოთა კავშირის პერიოდში ეს სხვადასხვა ნიშნით ეს დაპირისპირება არსებობდა. პირველი ასეთი სიმპტომი კონფრონტაციის მოხდა უკვე 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც საბჭოთა სისტემა უკვე რღვევის რეჟიმში იყო და არათუ პერიფერიებში ვერ აკონტროლებდა სრულფასოვნად ვითარებას, უკვე თავად ცენტრში მოსკოვში ასთა სხვადასხვაობა იყო თავად კომუნისტურ პარტიაშიც კი, ლენინი, ელცინი გამოჩნდა და ასე შემდეგ, უკვე აშკარა იყო, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირს უკვე დიდი მომავალი არ აქვს, მაგ დროს პირველი შეტაკებები დაფიქსირდა ეთნიკურ ნიადაგზე აფხაზებსა და ქართველებს შორის. მაშინ ეს ყველაფერი მსხვერპლითაც კი დამთავრდა, რამოდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა და დაშავდა ორივე მხრიდან და საბჭოთა კავშირს იქ შინაგანი ჯარების ჩაყვანაც კი დასჭირდა იმისთვის, რომ სიტუაცია გაეკონტროლებინა. იქიდან უკვე გასაგები იყო, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი რაღაც ფორმით გარდაუვალი იყო. ეხლა მოდი გადავიდეთ უკვე კონფლიქტი და დაპირისპირება გარდაუვალი იყო, ეს ჩემი აზრით ცალსახა დასკვნა. უბრალოდ ეხლა უნდა გადავიდეთ ამ კონფლიქტის ან მოგვარების, ან საჩვენოდ შემოbrunების რესურსები რა იყო და რა შეცდომები დაუშვით ჩვენ. პირველი შეცდომა ჩემი აზრით, რამაც ცალსახად საქართველოს საწინააღმდეგოდ დააყენა პროცესები იყო 1991 წელს კანონიერი ხელისუფლების დამხობა და სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ბანფორმირებების მოსვლა ძალაუფლებაში. ეს იყო პრაქტიკულად იმ დღიდან უკვე გასაგები იყო, რომ ეთნიკური კონფლიქტების გაღვივება, გამწვავება უკვე ზოგადად ეგ ვინმეს რაიმე განზრახვა ქონდა, რომ საქართველოსთვის შეეტია, აი როგორც ორგანიზმში ყველა ვირუსი რომ ძლავრობს, როცა იმუნიტეტი სუსტდება, ხო? რა თქმა უნდა, ყველასთვის სიგნალი იყო, რომ აი ხა არის საუკეთესო დრო და თუ აფხაზებს უნდათ საქართველოსგან გამოყოფა, ცხადია ხა რაც მაშინ აქ შიგნით დაიწყო, მათთვის ეგ იყო სიგნალი, რომ ახლა საუკეთესო დროა მაგისთვის. პირველი სუბთა ობიექტურად იყო სიგნალი, რომ ეხლა არის საუკეთესო ფანჯარა მოქმედებისთვის და მეორე მათ გარკვეული მორალური თუ იურიდიული მიზეზი მიეცათ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინდელი ხელმძღვანელობა აფხაზეთის ლეგიტიმური იყო. ან თუნდაც ვლადისლავ არძიმბა არჩეული იყო ზვიად გამსახურდიას მიერ. მან ფუნქციონირებდა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, რომელთა დეპუტატები კანონიერი ლეგიტიმური გზით იყვნენ არჩეულები. და როდესაც საქართველოში მოხდა უკანონო გადატრიალება, იმ ხალხმა მათ ეს გამოიყენეს საბაბად, რომ საქართველოში არ არის კანონიერი მართველი. ვინც მე ამერჩია იქ დაამხო. შესაბამისად, ცხრადი ეს ყველაფერი ფორმალურად იყო და ეხა არ ზვიად გამსახურდი არ ასე ვთქვათ, გულზე არ ეხატებოდათ და ზოგადად ქართული სახელმწიფოებრიობა, მაგრამ ჩვენ ვამბობთ ფორმალურ მიზეზებზე, რამაც ჩვენი პოზიციები დაასუსტა. გარდა ამისა, სუბთა ობიექტურად, ხომ, როდესაც საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, სამოქალაქო დაპირისპირებამ ჩვენ სერიოზულად ხელი შეგვიშალა იქ გამართულად საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში, ხო? საქართველო იყო ორ ნაწილად გაყოფილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამეგრელო, დასავლეთ საქართველოს ძალიან დიდი ნაწილი აფხაზეთის ტერიტორიაზეც ზვიად გამსახურდიას მომხრე ფორმირებები ფუნქციონირებდნენ, რომელთა შორის და შევარნაძის მომხრეებს შორის პერმანენტული შეტაკებები მიმდინარეობდა. ანუ ამ ვითარებაში, როდესაც საქართველო ორ ბანაკად იყო დაყოფილი, პლუს საბრძოლო მოქმედებების წარმოება აფხაზეთში, ეს იყო
ეს იყო ძალიან დიდი უგუნური გადაწყვეტილება. აი სუფთა ობიექტურად რო შევხედავ, წარმოიდგინე ქართველები არიან ორ ჯგუფად დაყოფილები, ცენტრი თუნდაც ის ვინც უკანონო გზით მოვიდა. რაც მე შევართ ხელისუფლებამ გააკეთა ჯარის შეყვანა რკინიგზის დაცვის მოტივით. არასწორი ნაბიჯი იყო დღევანდელი გადმოსახედი. ცალსახად, რა თქმა უნდა. ნუ არ უნდა შეეყვანა. რა თქმა უნდა, არ შეყვანის შემთხვევაში როგორ შეიძლება განვითარებული? უყურე თუ ომი გარდაუვალია, თუ დაპირისპირება გარდაუვალია, ჯობია ეს დაპირისპირება დაიწყოს საინფორმაციო თვალსაზრისით შენ სასარგებლოდ. თუ ომი გარდაუვალია, ჯობია მორალური უპირატესობა შენ გაგაჩნდეს. ანუ შენ კი არ წამოიწყე რაღაცა პროცესი. არამედ მოწინააღმდეგემ წამოიწყო პროცესი და მე უბრალოდ სხვა გზა აღარ დამჭა. ანუ აქ დაახლოებით ისე დგას საკითხი, აი მე როგორც უყურები ხა, აი მაგალითად 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა ცხინვალზე შეტევის ბრძანება რო გასცა, ხო? იქაც იგივე რომ ანუ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე რას, რომ არათუ მორალური, იურიდიული უფლებაც და ვალდებულებაც ჰქონდა ჩვენს ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის. ანუ მაგაში კი არ არის დამნაშავე, რომ სცადა წესრიგის აღდგენა. დამნაშავე არის იმაში, რომ ამას მე რა შედეგებიც მოყვებოდა რეალურად. აი ეგ ვერ გაიაზრა, ან არ ვიცი, იგნორირება გაუკეთა თუ რა. მოდი, აი გავამარტივოთ რა, იმიტომ რომ ეს ცოტა რთული საკითხია და საყოფაცხოვრებო მაგალითები მოვიყვანოთ. ჩვენ ახლა უამრავი რაღაც უთანხმოება ან კონფლიქტები მოგვსვლია ერთმანეთთან, ხო? ადამიანებს გულისხმობ ზოგადად. ყოფით დონე, სხვადასხვა საკითხია. უყურე, მაგ კონფლიქტში, ყველა კონფლიქტს ახასიათებს ორი რაღაც ფორმალური სახე. ერთი არის ტყვან მართლის ძიება. ანუ ეს ვერბალური. ხო, ვინ არის მართალი, ვინ არის ტყვანი და მეორე რამდენად შენ სიმართლეს გაიტა. ეს ლოგიკა მათ შორის მე ყველაშორის გადატანილია სასამართლო პრაქტიკაშიც, ხო? შენი დანაშაული თუ არ დამტკიცდა, სულ რო შენ ჩადენილი კონდეს ეგ დანაშაული, შენ უდანაშაულო ხარ. თუ შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე კომპეტენტურმა სასამართლომ ამ მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე არ დაამტკიცა შენი დანაშაული, შენ უდანაშაულო ხარ. უდანაშაულის პრეზუმპციაც კი არსებობს. აქედან გამომდინარე, ერთია შენ მართალი ხარ თუ მტყვანი და მეორე ხარ რამდენად გააქვს შენ შესაძლებლობა და უნარი შენი სიმართლე დაამტკიცო. ხდება ეგეთი სიტუაციები, როდესაც ადამიანი მართალია, მაგრამ რაღაცა სიტუაციაში, რაღაც ლაპარაკში თავისი სიმართლე ვერ ახსნა. სხვადასხვა მიზეზთა გამო. ამიტომ სახელმწიფოებს შორისაც კონფლიქტის მდგომარეობაში, მაგ ვითარებაში ამ ფორმალურ საინფორმაციო მაგ საკითხს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ აი მაგალითად ფაშისტური გერმანია, აი ისტორიის მაგალითები რომ მოვიყვანოთ, რომელსაც სინამდვილეში დეკლარირებულად გამოცხადებული ქონდა, რომ ის იმპერიაა და გერმანელი ეთნოსის სასიცოცხლო საარსებო სივრცის ექსპანსიას ახდენს, ამას არც მალავდნენ, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ტერიტორიები. ისინიც კი სხვადასხვა ფორმალურ მიზეზებს იყენებდნენ თავდასხმისთვის. აი მაგალითად 1939 წელს პოლონეთის ანექსიის წინ გერმანელებმა გაითამაშეს რაღაც მათზე თავდასხმა, ვითომ რაღაც პოლონეთის ტერიტორიიდან საარტილერიო ცეცხლი გაიხსნა და გერმანელი მესაზღვრეები დაიღუპნენ ამის შედეგად და ამის საპასუხოდ მერე შეიყვანეს ჯარი. ანუ ფორმალურ მიზეზს და საინფორმაციო ომს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ თუ ეს კონფლიქტი სულ რო გარდაუვალი ყოფილიყო, მე ეგრე არ ვთვლი, რომ კონფლიქტი გარდაუვალი იყო. თუმცა სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გარდაუვალობის, ასე ვთქვათ, ალბათობა გაიზარდა.